ბოლშევიკების პირველი შეტევა წარმატებული აღმოჩნდა. მათ კოჯორი აიღეს და ტაბახმელასკენ დაეშნენ. შუა დღისას ისინი სამხედრო სკოლის მოსწავლეების პოზიციებს მიუახლოვდნენ. გენერალმა ანდრონიკაშვილმა სამხედრო სკოლას უკან დახევა უბრძანა, რადგან მათ ალყაში მოქცევის საშიშროება დაემუქრათ. სკოლის დირექტორმა პოლკოვნიკმა ალექსანდრე ჩხეიძემ მოგვიანებით მოგონებებში დაწერა. დიდი მიხვედრა არ უნდოდა იმას, რომ თუ ბრძანებას ავასრულებდი, ბოლშევიკები იმ ღამესვე თბილისში შემოვიდოდნენ. წარმოვიდგინე, რომ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ისტორიკოსი დაწერდა, კრიტიკულ მომენტში სამხედრო სკოლამ პოზიციები დააგდო და მტერი თბილისში შევიდა. არა, ეს არ დაიწერება. ქართველმა არტილერისტებმა მტერს გამანადგურებელი ცეცხლი გაუხსნეს. მაშვილი ძალის მოსვლამდე ქალაქის მცირე რიცხოვან დამცველებს წითლები უნდა შეეჩერებინათ. და აი ამ დროს გასაოცარი რამ მოხდა. იუნკერები და მეათე ათასეულის მებრძოლები, რომელთა რიცხვი 50-ს არ აღემატებოდა, სანგრებიდან ამოცვივდნენ და იერიშზე გადავიდნენ. ისინი ორ ნაწილად გაიყვნენ. ნაწილი ბორცვებს ეფარებოდა და ისეხსნიდა ცეცხლს. ნაწილი კი ღია მინდორზე ტრის ცეცხლის ქვეშ, ვაშას ძახილით სირბილით გაიქცა მოწინააღმდეგის სანგრებისაკენ. გახურებულ ბრძოლაში მოკლეს ორივე რაზმის ოფიცერი. ბოლშევიკებმა შეტევა სცადეს, მაგრამ არტილერისტების ზუსტი სროლით და იუნკერების ცეცხლით შევიწროებულებმა უკან დაიხიეს და სანგრებში ჩაიმალნენ. ამ თავზახელაღებულმა კონტრშეტევამ ბოლშევიკების შეტევა შეაჩერა. თბილისი გადარჩა. მეორე ამოცანა კოჯრის დაბრუნება იყო. მაშვილი ძალების მოსვლის შემდეგ კონტრიერიში დაიწყო. ბრძოლა 20 თებერვალს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეტევა ხიშტებით ბრძოლამდე მივიდა. დილით მტერმა უკან დახევა დაიწყო.